აი ეს კრიზისები, რომელსაც გავდივართ, მშობლები გაგვატარებენ, მე პარტნიორები აგრძელებენ ამ მოდელებს, ხო? აი მანდ ბეწვის ხიდია რა, დავაკვირდეთ თუნდა. ფსიქოლოგები რას გვეუბნებიან, რომ თუ კი ჩვენ მზიანდებით ურთიერთობებში, ხო, უნდა გავეცალოთ და მაგრამ მანდ ბეწვის ხიდია გასავლელი. თუ ჩვენ მარტო ვეძებთ კომფორტულ გარემოს, მაშინ არ ვითარდებით. თუ ძალიან დამაზიანებელ გარემოში ვართ, ისევ არ ვითარდებით, მარტო ვინკრებით. აი ძალიან მყიფია მან ზღვარი სად გადის. ხო, ძალიან რთულია. რომ მიხვდე რეალურად სად იწყება დაზიანება და სად ჭაობდები. აი ყველაზე რთული ეგ არის. და უყურებ რა, ერთსა და იმავე ციკლზე მიდიხარ, ხო? და ეგ როგორ უნდა გააჩერო? ხო. არ უნდა გაიქცე ურთიერთობიდან, თუ კი იქ რაღაცა არის დასამუშავებელი ბოლომდე. მაქსიმალურად დაასრულე პროცესი. თუ ამ პროცესს არ დაასრულებ, გაიქცევი, ის დაგხვდება ორ ნაბიჯში ისევ. იგივე მოდელი შემოვა. ხო, სხვა ადამიანის სახით. სხვა ადამიანის სახით. ეს ეხება მეგობრობასაც, ეხება განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობას. შეგიძლია რომ გააჯანსაღო ის გარემო, თუ შენ თავში რესურსულად ხარ კოსმიური ქალღმერთი, ხარ ეს არის იგივე კუნდალინის ენერგია გახსნილი, ხარ კოსმიური დედაც, აუცილებლად შეძლებ რომ ურთიერთობა გააჯანსაღო. სანამ ხარ და ამუშავებ აი ამ რაღაც კონკრეტულ მოდელს, რომ არ დაზიანდე მაინც, მინიმუმ არ დაზიანდე მაინც.